პეტაკი მანდილი შვენიერო მან მე ბედნიერება მომიტა აზრიადებ ჩემი მანდილის ღირსებას თავად უდაძე შენი სახელი გწოდნია შენი კი არა ქეთევანი ვარ თავად ელისბარის სასულე რომელ მხარეს უნდა გადამაგდოს ბედმა რომ ყლავ გიხი ლამის ყანა თუ კი შენს გულს ესმუნდა მსახიობი, რომლის ანგარიშზე არაერთი კინო და თეატრალური როლია, რომლის სამსახიობო კარიერაზე ყოველთვის იმდენივეს ლაპარაკობენ, რამდენსაც მის სილამაზეზე და რომელიც დღემდე დიდი სიამოვნებით საკუთარი წარმომავლობისა და ნათესავების შესახებ საუბრობს. აქ არის ერთი ბრწყინვალე კაცის პორტრეტი. გენერალი ჭიჭინაძის. არაჩუ აი გვიზაბირი მას გადახშული. რომელმაც გადარჩინა ერმიტაჟი, რომ შევარდნენ მხეცები, ესე იგი ამ რევოლუციის დროს და ანადგურებდნენ რუსულ კულტურას. მართალია, მაგრამ ეს რუსეთის გენერალი იყო. და დაიცა ეს ამბავი და ლენინს შეება პირდაპირ. დოდო ჭიჭინაძე დიდი ტრადიციების ოჯახში დაიბადა. ბებია მაიკო იშხნელი, მამა ვასილ ჭიჭინაძე, მეფის ჯარის ოფიცერი და თურქეთის ომის მონაწილე, დედა ანა ახვლედიანი. 1924 და 37 წლებში მისი გვარის წარმომადგენლების უმეტესობა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. წარმოშობით ყვარლიდანაა, ამავე მხარესთან დღემდე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, თუმცა დოდო ჭიჭინაძე ყველა კუთხეში დღემდე მაინც თავისიანი ჰგონიათ. სამეგრელოში როდესაც ჩავდივარ ხოლმე, ბავშვები შემომეცეოდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენ ხო დოდო ჭიჭინავა ხართ? რატომ? იმათ ეგონათ, რომ ეს გვარისის. ჭიჭინაძეები არიან სავსე სამეგრელოში. ჭიჭინაძეები არიან სავსე იმაში, რა ქვია, კახეთში, გარე კახეთში. იმაში, რა ქვია, რაჭაში ხო სავსე. ზაფხულის არდადეგებს ყოველთვის ყვარელში ატარებდა, სადაც ბავშვები სპექტაკლებს ხშირად დგამდნენ. ამავე სპექტაკლებში დოდო ჭიჭინაძე მონაწილეობას ყოველთვის იღებდა. ყვარლის მეორე სკოლის დასრულების შემდეგ მამის სურვილით სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტიც კი გახდა, თუმცა მალე ეს პროფესია მსახიობობამ შეცვალა. მისავე აღზრდასა და ენების ცოდნაში მომავალ მსახიობს მშობლების გარდა აღმზრდელიც ეხმარებოდა. მე გამზარდა გერმანელმა ქალმა, ლილი პაი. დედასავით მეყვარდა ეს ქალი, უბრწყინვალეს ქალი იყო, ის იყო გაბაშვილის ცოლი, გენერალის, მერე დაქვრივებული და პლეხანოვის პროსპექტზე ცხოვრობდა და იქ ჰქონდა საბავშვო ბავშვებს ასავლიდა გერმანულს, რუსულიც, გერმანულიც, ყველაფერი მე იქ ვისწავლე. და ასე რომ ямагла говорить на 3 языках. სხვათა შორის მოსკოვში ყველა ქართული საღამო მე მიმყავდა დიდ თეატრში. ის რაც დღემდე განსაკუთრებულად უყვარს ისტორიაა. შესაძლოა ამიტომაც კარგად ახსოვს სკოლა და ამავე სკოლაში ისტორიის გაკვეთილები. 1944 წლის თებერვალში მე ვიყავი გადაღებაზე პეტერბურგში. იქ ქონდა გადაღება в Зимнем дворце и в Эрмитаже. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ აი იქ ყოფნამ მაშინდელმა მე მომცა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ცოდნა ისტორიული ამბებისა, მაშინდელი ისტორიული ამბებისა და მანამდელიც. და უნდა გითხრათ, რომ
საერთოდ მიყვარდა ისტორია ყოველთვის, იმიტომ რომ მყავდა უბრწყინვალესი მასწავლებელი ისტორიაში თალიკო მოსეშვილი, არაჩვეულებრივი ქალი. და რო შემოვიდოდა გაკვეთილზე, გვეტყოდა წაიკითხებთ ამადამ იმას, რა ქვია, ამადამ გვერდებს. ეს არის უდმურიეს ისტორია. მაშინ საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო ეს ყველაფერი. და იცოდეთ, გამოგკითხავთ, გვეტყოდა. რომ მოვიდოდით ერთი-ორი შეკითხვას, რომ დარწმუნებული იყო, რომ მართლა წავიკითხეთ და იწყებოდა საქართველოს ისტორია. და იმდენად დიდი პედაგოგი იყო, რომ აი იცით რა, აი ესე უსმენდით ბავშვები, გაოცებულები ამ ჩვენი უბედური ისტორიისგან. მე არ სადარ გაგიშვა. მეფე მამაჩემს შინდარჩენა უბრძანა. მე დამომყევლა მისგან. ჩვენ ჯერ ქვეშე სიხარულით დაგიხდებია. კინოში ისე მოხდა, რომ ამაზე არც კი უფიქრია. პირველი როლი, რომელიც დიდ კინოში შესთავაზეს, ქეთევანი იყო, ფილმში დავით გურამიშვილი. ამავე როლზე მისი დამტკიცება მოულოდნელად მოხდა. სრულიად შემთხვევით ბაზარში მწვანილზე მიმავალი დოდო ჭიჭინაძე ფილმის რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის დედამ შეამჩნია. მოგვიანებით ხშირად საუბრობდნენ იმაზეც, თუ როგორ აიყვანეს არაპროფესიონალი ყვარლელი გოგონა ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლზე. დამთავრდა ომი, ვიყავი პეტერბურგში, დიდი შეხვედრა ჰქონდა მწერალთა კავშირში. იქ მომიძღვნეს მე ლექსები და რაღაცები რუსმა პოეტებმა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე. იცით, პირველი ქართული სურათი, რომელიც გავიდა საზღვარგარეთ და ჰქონდა უდიდესი წარმატება. მე ბავშვი ვიყავი სულ 19 წლის და ნატო ვაჩნაზე გააყოლეს სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნატო არ თამაშობდა სურათში, მაგრამ როგორც ყოფილი და ასე ვთქვათ, უდიდესი კინოვარსკვლავი იყო ის საქართველოსთვის. უდიდესი წარმატება ხვდა სურათს და უცბად გავხდი, ასე ვთქვათ, ცნობილი მსახიობი. ფილმში მისი პარტნიორი გიორგი შავგულიძე იყო. დავით გურამიშვილზე მუშაობა 1944 წელს დაიწყო. გადაღებები პეტერბურგში, სამთრის სასახლეში მიმდინარეობდა. ჩემი ცხოვრების შაბნელ დღეებში შენ გიხმობ მოხվել და ცხენი კვლავ შეკაცული ხარ. სამშობლოში ბრუნდები, იქნებ ერთმანეთს თვალი ვერასდროს ვერ გაუსწოროთ. შემინდე დავით. ცუდი სოფელი სრულ ყოფილა. არ შემისულა მან აღთქმანი. გახსოვს ის დღე, როს დამატყვევეს, შენ მითხარი, იქ, ლამის კანაში. ჭირსაშიგან გამაგრება, ისე უნდა ვითქვით ირსა. ნუ მომაგონებ ლამის კანას, გწამდეს, ჩემზე ბედნიერი ხარ.
ენამებმის ჩემო დავით დავშორდეთ. ფილმის გადასაღებად შემოქმედებით ჯგუფს ერმიტაჟის დირექტორ იოსებ ორბელთანაც მოუწია მოლაპარაკების გამართვა. მაშინ ერმიტაჟი ბლოკადისა და დაბომბვების გამო განადგურებული იყო. თუმცა შემოქმედებითმა ჯგუფმა იმ დარბაზების დაწმენდა და გარემონტებაც კი ითავა, სადაც გადაღებები უნდა წარმართულიყო. მისი პირველი გამოჩენა ის იყო ფურორი. დოდო ჭუჭინაძე რო ეკრანზე გამოჩნდა, გაოცებული იყო მთელი კავშირი და მთელი მსოფლიოს მე მგონი. მსგავსი სილამაზე იშვიათად გვინახია ეკრანიდან და მსახიობობაც რა თქმა უნდა. პირველივე როლმა დოდო ჭიჭინაძეს ის აღიარება მოუტანა, რომელსაც თავადაც არ ელოდა. მოგვიანებით ასეთივე აღიარებით დასრულდა რეჟისორ ლეო ესაკიას მიერ გადაღებული ბაშია ჩუკიც, სადაც მისი პარტნიორები ოთარ კობერიძე, ლია ელიავა და მედია ჩახავა იყვნენ. ვაშკაცი ყოფილა. სიკვდილს გადამარჩინა. არ მეგონა პრესოდენ სასიამოვნო იყო ლამაზი გოგონას შექება. აბა, თავს ნუ გახვედი. სად მიდიხარ? მომგვარი ცხენი. რა მოხდა, იცით? რა მოხდა? მე უთხარი, ოთარი არის სპორტული, რაღაც საოცარ არის სპორტული. მე უთხარი, რო შეხედავ არის ლამაზი, ვაშკაცი და ქართველი ტიპი. მოიყვანეს ისა ბოლოს იმის გადაღება უნდა და რუსთაველის ძალიან კარგი მსახიობია მენაცვალე იმის საწინააღმდეგო კი არაფერი არ მაქვს, მაგრამ მე უთხარი ჩემზე დაბალია მეთქი. და როგორ მაგის ის უნდა ვიყო პარტნიორი. არა და მე უყვარდი რაღაც საოცრად ლეო ესაკიას და უნდა ჩემი გადაღება. ეხლა მე უთხარი ჩამოიყვანეთ, გაგზავნეთ დეპეშა, რომ ჩამოვიდეს ერთი დღით. ნახეთ, მე უთხარი და წავა ბატონო ისა თუ არა იყვან. ნინო, ჩამოვიდა ოთარი, როგორც ნახა. მაშინვე გადაწყდა ეს აბა. და იყვანეს ოთარი. აბა. ბედნიერად. კეთილად გემგზავროს. გისურვებ გამარჯვება. მონა, რადგან შენ და მისი ყვარული აღარ მასია. მანამდე იყო სერგო ჭელიძის ცისკარა და ამავე ფილმში მზიას როლი. აქ დოდო ჭიჭინაძეს კიდევ ერთხელ მოუწია გიორგი შავგულიძესთან ერთად თამაში. მასთან ერთად კი გოჩა აბაშიძესთან და აკაკი კვანტალიანთან. ხვედი ცისკარა. სახანია გელოდეთი. ჩემო მზია, მოვედი რომ გამოგეთხოვო. სად მიდიხარ? რაც მეთხოვები? ორი დამიგდი ჩემო მზია. რეჟისორი ლეო ესაკია მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდა. სწორედ ესაკიას ფილმ ნინოში დოდო ჭიჭინაძე კინოეკრანებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამის გარდა იყო ფილმები ბედნიერი შეხვედრა და სიკო დოლიძის ჭრიჭინა. ბავშვის გაჩენისათვის სიყვარული სრულიადაც არ არის აუცილებელი. არა. თქვენ ვერ ვიმიხვდით. თქვენ მომშობიერება გნებავდეთ მე რა შუაში. მიგემართნათ იმისთვის ვისაც მე მას ბევრი ველაპარაკე. მიუხედავად იმისა, რომ კინოში არაერთი საინტერესო როლი შეასრულა, თვლის, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მაინც თეატრია. ამავე თეატრში იგი მაყურებელმა, როგორც ურიელ აკოსტასა და მედეაში, ასევე გიორგი სააკაძეში, მოკვეთილში, ჯარისკაცის ქვრივსა და სხვა სპექტაკლებშიც იხილა.
ამავე სიაში აღმოჩნდა კვაჭი კვაჭანტირაძე და ეზოში ავიძაღლია. დოდო ჭიჭინაძე მარჯანიშვილის თეატრში 1959 წელს მოხვდა. შალვა ღამბაშიძისა და ვერიკო ანჯაფარიძის მეშვეობით. ამ დროს მას კინოში უკვე 2 როლი ჰქონდა შესრულებული. დღემდე ამავე თეატრის მსახიობია. უნდა გითხრათ ერთი რამ. კინო არის ძალიან დიდი რამ, რომ გახდე ერთ დღეს ცნობილი მსახიობი, მაგრამ თეატრი არის ჩემთვის სათაყვანებელი ძეგლი. თეატრი არის ჩემთვის იცით რა, რაღაც საოცრება არის თეატრი. იმიტომ რომ თეატრში იზრდები თანდათან. იხვეწები თანდათან. და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან ბევრს. და დაწყებული ყველა დიდი ტრაგიული როლი მაქვს ნათამაშები თეატრში. მე შეყვარებული ვიყავი დოდოზე და რომ შემოვარდი სცენაზე და შემომეხვია მე თამაშობდი ბესიკს და ისმის შორიდან ხმა სევდის ბაღს შეվել შენაღონები და ბოლოს შევედი სცენაზე და დოდო რომ შემომეხვია და ასე მუხლებზე მომკიდა ხელ და მიყურებს ასე დავიბენი გადავიდე რომ ხედავდი ამ ჩემს საოცრებას ჩემს ქვევით იყო კაცო და მიყურებდი და მეფერებოდა ძალიან ძლიერი პარტნიორია ესე იგი ქვა უნდა იყო რომ არ აგამღეროს იცით მთავარია რომ როგორი პარტნიორი რატონს მიცემ შენ სხვას არ შეიძლება იცით ჩაპლინის აქეთ გენიალური თქმა რომ ძაღლები და ბავშვები არიან ყველაზე კარგი პარტნიორები იმიტომ რომ აქ ლაპარაკია პარტნიორების ზუნაზე რას მაძლევ მე შენ ისეთ რაღაცას მე შენ უნდა აყვე და დოდოს როცა უყურებ იმან არ უნდა ილაპარაკო შენ უნდა ილაპარაკო და ეფერო მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მედეა იყო, რომელსაც მანამდე ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდა. მაშინ იმაზეც საუბრობდნენ, რომ ვერიკოს შემდეგ ამ როლს კიდევ დიდხანს ვერავინ შეასრულებდა, თუმცა დოდო ჭიჭინაძე ერთადერთი იღბლიანი აღმოჩნდა. იმ დროს იგი 33 წლის იყო და მხოლოდ 3 წლით უსწრებდა 30 წლის მედეას. ეს იყო დადგმული არჩილ ჩხარტიშვილის პიესი. ბატონი არჩილი იყო უნიჭიერესი კაცი. და მან დადგა ეს პიესა ისეთ სიმაღლეზე, როცა ჩამოვიდა ასპაზია პაპატანასიუ, რომელიც იყო ამ როლის და საერთოდ ტრაგიული როლების უდიდესი შემსრულებელი, გაოცებული დარჩა ამ სპექტაკლში. და მე ვამაყობ, რომ ამ პიესაში ვთამაშობდი. და რატომ? იმიტომ რომ ბატონმა არჩილმა გააკეთა ეს ჯერ ერთი მედეა არის ქართველი კალ და გაკეთებული ქონდა რაღაც საოცრად მე ფეხში შველა ვითამაშე ეს როლი დაჭრილი მქონდა მთელი ფეხები სისხლი მდიოდა ხოლმე ისეთი მძიმედ მაგრამ ისეთი რიტმით მიდიოდა სპექტაკლი ისეთი საოცარი რიტმით რომ იმ დღეს თეატრში იყო დიდი დღესასწაული მედეა ითამაშა ეს დრამატურგიის უმაღლესი მწვერვალია, ხომ? და ეს როლი საოცნებოა. ყველა რაც კი დოდოს შეუქმნია. აი კიდევ მისგან გამომდინარე ვამბობ, ისეთივე მშვენიერება, როგორც თვითონ არის დოდო. სათუთი, ძლიერიც არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან ისეთია რაღაცნაირად რბილი, თბილი. ესეც აქვს, მაგრამ აი იმ საფარქვეშ არის რა როლსაც თამაშობს.
ქალბატონი ვერიკოს შემდეგ თამაში ძალიან ძნელი. იმიტომ რომ ეს იყო უდიდესი მსახიობი. აი მაგალითად მე ქალბატონი ვერიკო ყველგან რაც კი უთამაშია ყველგან არის უმაღლეს დონეზე, მაგრამ აი ფილმში როცა ის მოდის და კითხულობს სად არის ის გზა თქვენი ცით ასეთი ტრაგიზმი მე არც ერთი დიდი მსახიობის საზღვარგარეთელი მსახიობის არ მინახე და მეორე კიდე სესილია თაყაიშვილი. სესილია თაყაიშვილი რო გდია ესე ფილმში, იმავე ფილმში გდია და ეს პატარა გოგო დაკარგა და ქვეყანაზე უკვე აღარაფერი აღარ აქვს არაფერი და რო გდია ესე ამ იმაზე რა ქვია ნახევრად წყალში ნახევრად იმ არც ამ დაგვარი არაფერი არ მინახე. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან მიმიყვანს. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან არ მიმიყვანს. ეს ვარნამის ქუჩა. ეს გზა დაძართან არ მიგიყვანს. არა. მაშ რა საჭიროა იგი? რის მაგნისია გზა თუ კი დაძართან არ მიმიყვანს. თეატრში ახალი მისული იყო, როდესაც მარჯანიშვილის გარდაცვალების დღისთვის ურიელა კოსტას აღდგენა გადაწყვიტეს. ივდითის როლი დოდო ჭიჭინაძეს შესთავაზეს. ეს იყო კიდევ ერთი როლი, რომელიც მას ვერიკო ანჯაფარიძისგან მემკვიდრეობით ერგო. მეძახიან ერთ დღეს და შევდივარ შალვა ღამბაშიძესთან. და მეუნება ბატონი შალვა. აი წაიკითხე ეს მონოლოგი. წავიკითხე. რა არის ბატონო შალვა ესა? შენ უნდა შეხვიდე 8 დღეში და უნდა მეთამაშა ურიელა კოსტაში ივდითი. როგორ მე უთხარი? მე ხო ალბათ ვერ შევძლებ ამან. შეძლებო. წამაკითხეს ზის სერგო ზაქარიაძე და ბატონი შალვა. წავიღე როლი ახალგაზრდა მივედი სახლში და დედაჩემს მეუნები რომ დედა მე უთხარი როლი მივიღე. რა როლი მივიღო მითხრა? ურიელა კოსტაში. ნუ იფიქრა ალბათ რამე ეპიზოდი იქნება სპექტაკლში არის ასეთი რაღაცები. მე უთხარი არა, მე უთხარი ივდითი მივიღე. დურა, პოსლი ვერიკო მითხრა და ცივი წყალი გადამასხა თავი. ივდითთან დაკავშირებით დოდო ჭიჭინაძე დღემდე ბევრს საუბრობს. ყვება იმასაც, თუ როგორ ედგნენ გვერდში მას ვერიკო და სესილია თაყაიშვილი, როგორც სცენაზე, ისე კულისებში. გზივარ და უნდა ვითამაშო ეს როლი, გზივარ ესე, ხელები მაგასე დაჭერილი და მოდის ჩემი მუსიკალური ფრაზა და უნდა დავიწყო ტექსტი. გადამიკეტა ყველაფერი და არ მახსოვს პირველი ფრაზა. რას ვამბო? ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. ესე ამ დროს აი ერთი სეკუნდი იყო ასეთი. რო წამოხვდარიყავი და გავსულიყავი სცენიდან, სცენაზე ფეხს ვეღარ დავადგამდი ვერასოდეს. შიშისაგან. და უცბად მესმის ხმა. ვენაცვალე იმ ქალის ხმას მე. ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. ცხოვრების სიბრძნე მიუწვდო მითილისმარი. და თურმე აქ კულისებში ზის სესილია თაყაიშვილი და მკარნახობს ტექსტს.
გათავდა სპექტაკლი და სანამ გათავდებოდა პირველი აქტი გათავდა, გამოვედი და თქვენ რა იცოდით, მეთქი რომ მე ვიყავი უმძიმეს მდგომარეობაში. და სესილია საერთოდ იცოდა ჩვენ მოგმართავდა ხოლმე ახლა შედურაკო მითხრა მე არტისტი ვარ არტისტი ესე იგი მან ყველაფერი იცოდა რაც შეიძლება მოსლოდა ახალგაზრდა მსახიობი და დამიდგა გვერდზე ქალბატონი ვერიკო არ იყო გადაღებებზე იყო საზღვარგარეთ იყო როცა ჩამოვიდა და უთხრეს რომ მე შემიყვანეს ურიელში და უთხრეს რომ ნუ ესე იგი კარგად თვითონ კარგად ვითამაშე მithom კარგად ვითამაშე ესა რომ არაფერი შემშლია ესე იგი ჩამოვიდა იყო სავაცარი რაღაც უთქვია არ უთხრათ რომ ვარ სპექტაკლზე ცოდოაო თლად დაიბნევაო და მართლაც ასე იქნებოდა ახლა ვერიკო მიყურებს თავის უბრწყინვალეს როლში მისთვის ეს იყო უდიდესი წარმატება ეს როლი და ნუ იყო მართლა გენიალური ამბობს რომ თეატრში მისულს იმ თაობის წარმომადგენლები დახვდნენ რომლებმაც მასზე დიდი გავლენა იქონიეს მოგვიანებით ამავე თეატრში იმდენი როლი შეასრულა რომ მათი ზუსტი რაოდენობა დღესაც კი არ ახსოვს თუმცა ნამდვილად არ ავიწყდება ყველაზე საყვარელი გმირები მისთვის საინტერესო სპექტაკლებიდან ჩვენი წინა თაობა გენიოსების თაობა გენიოსების აბსოლუტურად ჩვენ რო შევდიოდით თეატრში ესე ვიყავით დატუსული კედლებზე იმიტომ რომ ვერ გავბედავდით რომ ვინმესთვის რაღაც ესე გვეპასუხა რატო ვიცით ისინი იმათ ჩვენ გაგვზარდეს მოგცეს ყველაფერი აბსოლუტურად თეატრში უფრო წარმოიდგინეთ უფრო ძლიერი იყო დოდო დრამატიული მსახიობია დოდო ტრაგიკული მსახიობია მაგისი ჯარისკაცის ქრივი მაგისი ურიელი დოდო ამ თავის საოცარ სილამაზესთან რატომღაც გონიათ ყოველთვის რომ გმირია არა ეს არის ღრმა ტრაგიკოსი როგორ არის საქმე ფატმა? ჩამოიყვანა? დიახ, მბრძანებელო. ყველაფერი რიგზია. კარგია. ო, მბრძანებელო. კარმტაცია. ლამაზი. ჭკვიანი. ჩვენი ჰარამხანისათვის საუკეთესო მარგალიტი იქნებოდა. დოდო ჭიჭინაძის სილამაზის შესახებ მის თაობაში ყველაზე ბევრს საუბრობდნენ. დღესაც ბევრი იხსენებს, როგორ ჩერდებოდნენ გამვლელები ქუჩაში, როცა მათ გვერდით დოდო ჭიჭინაძე ჩაივლიდა. სხვათა შორის ამავე სილამაზით მხოლოდ ქართველები არ მოხიბლულან. თაყვანის მცემელთა რიცხვში უცხოელებიც იყვნენ. გოლა სანიშვილს აქვს შებზე ისა დაწერილი როგორ ჩაცებული იყო ვიღაცა ამერიკელი უდიდესი მეზღვაური, რომელიც იყო ამერიკის ელჩი იმაში რო ისა და კვდებოდნენ სიცილით. რო ის გავყოლოდი თვითონ ცოლად და ჩავიდოდი იქა და გავხდებოდი ისა. მომილოცა ჩემო მარილე. ჩვენ სახელოვან მარინეს გაუმარჯო. ესმაკო
გეგონა ვერ გავიგებდი? მოდი. მადლობა. უკვე გაიგე. შიკმა ამბავი მოგვიტანა. ყურადღება. ნებაიმბოთეთ გადავიღო ჩვენი სახელო. არა. ხოლო სადიმო კაბაში. შერჩა იგივე თვალები რაც ქონდა დოდოს. ჭყიალა დიდი ვებერთალა და ისე უყურებს ცხოვრება. ისე მე მაგალითად ვერ აღვიქვამ რომ 80 წლის არის. ვერ წარმომიდგენია. არ მჯერა. ალბათ იმიტომ რომ მეც ვახლოვდები უკვე ნელ-ნელა და არ მინდა დავიჯერო უკეთრად კან. დოდო საოცრებაა საერთოდ. უსაყვარლესი ადამიანი, როგორც ხელოვანიც და როგორც ადამიანი. რომის პაპმა გასული საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალების პორტრეტები მოითხოვა. პაპი სხვადასხვა ქვეყნის ქალთა ტიპაჟურ სახეებს აგროვებდა. მას მედია ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. ამავე სურათებზე პაპის შეფასება ასეთი აღმოჩნდა. მედია ჯაფარიძე და ლია ელიავა დიდებული ევროპაა, ლიანა ასათიანი მშვენიერი აღმოსავლეთი, დოდო ჭიჭინაძის სახე კი მართლა ქართულია. გადასაღებ მოედანზე რეჟისორების ფავორიტი ამავე რეჟისორებს პრობლემებს პრაქტიკულად არასოდეს უქმნიდა და რთული სცენების გადაღებისას შემცვლელსაც არასოდეს ითხოვდა. ასე იყო ბაშია ჩუქშიც, ოთარ კობერიძესთან ერთად ცხენზე თავადაც იყო ამხედრებული. სად მიდიხარ? მომგვარი ცხენი. ჩქარა. მე არავითარი დუბლიორები არ ვიცოდი. მე ვიყავი ოჩინ სპარტივნე და სტუდიაში რო ვსწავლობდით, ოთარის და ბიჭებს ჩვენ აი ესე ავყავდი ხომა ხელში ის იმდენად სპორტული ვიყავ. მე მანქანაზე სიარული და ყველაფერი ეს მე იცოდის მახსოვს პირველი მანქანა მყავდა მოსკოვში. და ღირდა კაპიკები რა 9000 მანერცე მერდა. მერე გამოვიყარე ვოლგა. მერე და დავდიოდი კიდევაც ძალიან კარგად. საკუთარ მანქანასთან დაკავშირებით ქალბატონი დოდო ასეთ შემთხვევასაც იხსენებს. ერთ დღეს წამართვეს წაართვეს ბიჭს მანქანა, რომელიც გავგზავნე რაღაცა უნდა მოეტანა ჩემთვის. და ის სროლები რო იყო. მაშინ წაართვეს ზევით მანქანა. უცბად მოვიხურე, ჩამოვიდა გიჟივი და წამართვეს მანქანა. ავედი. მოვიხურე რაღაცა და ავედი და ხედავთ გას ჩემი მანქანა და ეს გასაღებიც კი უჭირავს ხელში ამ იმას და არ ერთი ამბავი ეს ისინი სროლა ერთი ამბავი. ხო და მევთხარი მომეცი ახლა გასაღები. მე ვერც ისინი წამართმევენ ვერაფერს და ვერც ესენი წამართმევენ. არ და სირცხვილი თქვენ ხარ. ხო გვითხრაო რომ თქვენიაო მანქანაო, მაგრამო რა ვიცოდითო რომ თქვენიაო. ნუ დაიწყეს რაღაცები. ნუ წამოვიყვანეთ მანქანა. შევაგდე გარაჟში. მე გავყიდე მე. ნეტავ მეც ვაჟად გავჩენილიყავ. ჩანს მიტონებ განძრახვას. ეთნიერი უყოფილი ვარ. შევარდენ. იმეთი არ დამიმიწყე. შვილი არ ყოლია დოდოს თავისი შვილი, მაგრამ ყველა მისი შვილია, ვინც კი მის გარშემოა და ყველა მისი შვილი. და აი ეს მრავლის მომცველი, რომ არის აი ასეთი მრავლის მომცველია მისი რადიუსი სიყვარულის თვალსაზრისით. ესე იგი არ არსებობს ადამიანი, რომ სიყვარულით არ მოიხსენიოს დოდო, იმიტომ რომ აფრქვევს ამ სიყვარულს. სპექტაკლი ბერნარდა ალბას სახლი დოდო ჭიჭინაძესთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ამავე სპექტაკლს წინ მარჯანიშვილის თეატრში მომხდარი დიდი და გახმაურებული შემცირება უძღოდა.
მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძემ აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში მარჯანიშვილიდან წამოსული მსახიობებისგან ახალი თეატრი შექმნა. ამას დოდო ჭიჭინაძე დღემდე ნამდვილ ხსნას უწოდებს. სწორედ ამ თეატრში დაიდგა ლორკას ბერნარდა ალბას სახლი, სადაც მსახიობმა ბერნარდას დედის, მარია ხოსეფას როლი შეასრულა. მე სპექტაკლებში ვთამაშობდი მოკვეთილ მსახიობებთან და ძალიან მიყვარდა მარია ოსეფას თამაშობდი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ძალიან მართალი გითხრათ. მარია ხოსეფა. Вот она. გიჟი გადასული დედაკაცი 85 წლისას გათხოვება რო უნდა. აი იმას თამაშობ. გიორგი შავგულიძე მისი არამხოლოდ კინო, არამედ თეატრალური პარტნიორიც ხშირად იყო. მასთან ერთად სცენაზე გაუთვალისწინებელ სიტუაციაშიც კი მოხვედრილა. ორჯერ ამაქვს ნათამაშების ახასიათო როლი. ერთხელ ჟორო შავგულიძეს შევდივარ თეატრში და მეუნებიან რომ ჩქარა ჩაიცი. მე ვთხარი მე ხო სპექტაკლი არა, დინა ვარ, ვერიჩკა, დინ ვერიჩკა ვარ, მეღორე. რა ყოველდღე უნდა ქორწინება მიდის. და შავგულიძეა თავარ როლში რასაკვირველია. ხო და ჩაიცი ახლავე გამხელა ცხვირი გამიკეთეს, გამწეწეს, გამჩეჩეს, ფეხებზე რაღაცა წამომასვეს, რაღაცა ისა და როდის შემოვდივარ მეთქი ეს მაინც მითხარით რომ დაგიძახებთ ვერიჩკავ და შემოვარდები სცენაზე. მე ვთხარი მერე მეთქი რას ვლაპარაკო ცოტა მაინც მითხარი მეთქი მერე მე შეგალაპარაკებო და როდის გავდივარ სცენიდან რომ გიფწკებ მაშინ გახვალ სცენიდან. ხო და გამიყვანა სცენაზე სულ 3 წუთიანი სცენა უნდა ყოფილიყო. 10 წუთი მიდიოდა სცენა, ხალხი ხარხარებდა. გაიგეთ? და რომ მკითხოთ, ერთი პასუხი მახსოვს რა უთხარი. რამდენი ისა ღორი დიდმა დედა ღორმა რამდენი გოჭიშობა. და მე უთხარი 30 მეტი. ხლა 30 სმერშობს არა ღორი. ერთი დედა ღორი და ატყდა ხარხარი. ამაზე წავიდა მე ისეთ შეკითხვებს მაძლევდა და მეც ისე ავყევი რომ ესე იგი ხალხი იხოცებოდა სიცილი და მე კიდე ვფიქრობდი ხო მე როდის მიწკენს ესო ხელი რომ გავარდე მეთქი შენის ეხლა თურმე იოსებ სტალინის გასამართლება უნდა და მეცინება რა ისიც რაბინ გრანატაგორი რო იტყვის ასეთ სიტყვებს ორი ადამიანი იყო ორი საუკუნის მანძილზე ალექსანდრე მაკედონელი და იოსებ სტალინი კარგით რა სირცხვილია ხო ის შენი შვილი იყო არა და მსოფლიო აღიარებს ასე ამ კაცს. სწორედ სტალინის 70 წლის იუბილეზე გააგზავნეს დოდო ჭიჭინაძე ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი გორელ სტუდენტ თენგიზ გოგოლაძესთან ერთად. მაშინ მათ გვერდით აკაკი ხორავაც იყო. ხშირად მეკითხები მართლა ნაყვავილარი იყო, მართლა ძალიან დაბალი იყო, მართლა ძალიან ასეთი იყო შეუხედავი. ულამაზესი ქართველი კაცი იყო. საშუალოზე მაღალი. ბიჯექი ძალიან ახლო და რომ გამოიხედავდა მე და ის ბიჭი რომელიც ქართულ ტანსაცმელში ვიყავით ჩვენ ჩაცმულები რომ გამოიხედავთ ეს ჩვენ აი თვალები გაუნათებოდა ისეთი ღიმილით იცით რაღაც საოცარი კეთილშობილური ღიმილი ახლა ხშირად მეუნებიან ხო რომ დაელაპარაკე ტყუილს ვერ ვიტყვი ჩემ სიცოცხლეში ტყუილი არ ვიტყვი როგორ ველაპარაკე და ჩემი ის იყო გომბიო ვიყავი და მიწებდა ლაპარაკი ლამაზი გოგო ვიყავი ჩაცმული ქართულ ტანსაცმელში და მიღიმოდა всё ეგ იყო და ეგა განსაკუთრებულად უყვარს პოეზია.
თანაც ბავშვობიდან. ლექსების უმეტესობა დღემდე შესანიშნავად ახსოვს. დავიწყების შემთხვევაში კი, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება, მას მისივე მეგობარი, მსახიობი ზინა კვერენჩხილაძე ეხმარება. ჩემ სურათში ბაში ეჩუქში ზაფირუს ხმელეთს ურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზე თვარ მგლოვიარეო ასე ლამაზად ვის უთქვია სამშობლოზე რა არავის და გიждები კიდე ვაჟაფშაველას ენაცვალე მე იმას საერთოდ ვაჟაფშაველა ჩემთვის არის რაღაც საოცრება ეხლა იმდენი ლექსი ვიცოდი ზეპირად რომ აი ხანდახან ფიქრობდი რომ ღმერთო მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა მავიწყდება ხოლმე იმ დროს ზინიკოს ვენაცვალე მე და გავეჭედა ლექსი და ზინიკო ჩუბად მოვაწოდა ჩუბად ეს ვენაცვალე იმას კარგი მსახიობია ბრწყინვალე მსახიობია და არაჩვეულებრივი პიროვნებაც ის როცა აღელდება ხოლმე იცით რაღაც პატარა პაუზაა და ამ დროს მე იქ თუ ვარ რაღაცნაირად ჩავიჩურჩულებ ხოლმე და ეს კარნახი არ არის უბრალოდ მეც მივყვები მას კი რა თქმა უნდა ეს სიყვარული პოეზიის ეს აქვს დოდოს აი როგორი მშვენიერიც არ არის და აი ეს მშვენიერი სამყარო მისი შემადგენელი ნაწილია მე გულისხმობ პოეზიას მოსწონს რუსული ყავა, რომელსაც სტუმრებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ქალბატონი დოდო ყოველთვის სიამოვნებით ამზადებს.